ამერიკის სენატში მზადდება რუსეთის დამანგრეველი სანქციების ახალი პაკეტი. ეს არის ის პაკეტი, რომელზეც ჩვენ გვისაუბრია და რომლის ავტორი იყო ლინცი გრემი, სენატორი რესპუბლიკელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. და ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის ლინცი გრემის ხსოვნის საპატივცემულოდ დაძრავს ამ სანქციებს. ეს სანქციები კი მოგეხსენებათ არის უმძიმესი, რადგან ის რუსული ნავთობისა და გაზის გაყიდვას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ანუ ყველა ის ქვეყანა, რომელიც რუსეთისგან იყიდის ნავთობს და გაზს ამ სანქციების ამოქმედების შემდეგ დასანქცირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ქვეყანა აღარ იყიდის ამას. ეს რაზე არის განთვლილი, რომ რუსეთის ეკონომიკა საბოლოოდ ჩამოიშალოს და ამის შიშით პუტინს აიძულონ სასწრაფოდ დაამთავროს ომი უკრაინაში. პუტინის მდგომარეობა მოგეხსენებათ ისეთაც გაუარესებული კი არა, გაცამტვერებული არის. უკრაინამ პრაქტიკულად ნახევარზე მეტი ნავთობის ინფრასტრუქტურა გაუნადგურა, ბენზინის მრავალკილომეტრიანი რიგებია მოსკოვში. რიგები იქით იყოს, მოსავლის აღებას ვერ ახერხებენ და ველებზე ულპებათ ხორბალი, ხილი, ბოსტნეული და ასე შემდეგ. რძის პროდუქტები უკვე გაძვირდა მოსკოვში, მოგახსენებათ თივას და ქერს და იმას აღება უნდა, ხო? ამას აღებად საჭიროა დიზელის საწვავი, რომელიც არ არსებობს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მოკლედ, უმძიმესი ზამთარი ელის პუტინს წინ. ის ან მოაწერს ხელს კაპიტულაციას და დაასრულებს ომს, ან არა. ამ ვითარებაში კი აუცილებელი არის ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკასთან და ევროპასთან. ევროკავშირმა საგარეო კომისარის კაია კალასის პირით ღიად განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების კვალობაზე, მოლაპარაკების მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს რუსეთის არმიის გასვლა საქართველოსთან და მოლდოვადან. ანუ ევროკავშირის ოფიციალური საგარეო პოლიტიკური სტრატეგიაა საქართველოს დეოკუპაცია რუსეთისაგან. და იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც ადრე თუ გვიან გაიმართება, რომელსაც რუსეთის კაპიტულაციით მოაწერს ხელს, ეს პუტინი იქნება თუ მისი შემცვლელი, აუცილებლად იქნება საქართველოს საკითხიც. აი ასე გვათავისუფლებენ ჩვენი ეგრეთ წოდებული დიპსტეიტელი მტრები რუსეთისაგან.